გამარჯობა, თქვენ უყურებთ ყველაზე მაგარ პოლიტიკურ სატირას talk-show-ს ეთოქზე. ჯო ვილსონი ხომ იცით რომელია? ამერიკელი კლოუნი კონგრესმენი. ყველა ქვეყნის რუკასთან რომ აქვს ფოტო და ვინც გადაუხდის, იმის ლობისტი რომ ხდება. ხო და ამ მასხარა კაცმა მეგობარი აქტი წარადგინა კონგრესში, რომლის ფარგლებშიც ითხოვენ ქართული ოცნების ხელისუფალთა დასანქცირებას, არარსებული პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების დანიშნვას. რეალურად ეს ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი შექმნილია იმისთვის, რომ სრულად მარგინალიზებულ და დისკრედიტირებულ კრიმინალურ ოპოზიციას და აგენტურულ აქტივიზმს ზურგი გაუმაგროს საქართველოში და მუხტი შესწინოს რევოლუციის ახალ ტალღას. ცინიკურად შერჩეული სახელით, რეალურად ეს დოკუმენტი არის ჩვენი ქვეყნის მტრობის აქტი, რომლის შექმნის აუცილებლობაც Deep State-ის აგენტურას გაუჩნდა იმის გამო, რომ ყურმოჭრილ მონად არ ვემსახურებით როგორც ქვეყანა. ესაა მათი მხრიდან ერთგვარი სასჯელი ქართული ხელისუფლებისადმი. იმის გამო, რომ აქ არ გაიხსნა მეორე ფრონტი და როგორც მოითხოვდნენ, ქვეყანა ომში არ ჩაება. მათი ბრძანებების ბრმად შესრულების ნაცვლად ჩვენმა ხელისუფლებამ საკუთარ ქვეყანასა და მის სუვერენიტეტზე, მის ხალხზე მზრუნველი და ორიენტირებული გადაწყვეტილებები მიიღო. დაიცვა მშვიდობა და ქვეყნის განვითარება. აღკვეთა რევოლუციის მცდელობები, მიიღო კანონპროექტები, რომელიც ჩვენს ქვეყანას და მისი იდენტობის შენარჩუნებას სჭირდება და არა ამერიკელ თუ ევროპელ ბიუროკრატებს. წინ ამ დოკუმენტს დიდი გამოცდა ელის, რადგან ჯერ სენატმა უნდა დაამტკიცოს და თუ დაამტკიცებს, შემდეგ დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს ხელი. ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება, რომ ის დაამარცხებდა Deep State-ს, ან Deep State-ი დაამარცხებდა ამერიკას, საუკეთესოდ გამოჩნდება ამ მტრული აქტის დამტკიცება არ დამტკიცების ირგვლივ. თუ მოაწერს ტრამპი ხელს საქართველოსადმი ამ ყოვლად უსამართლო და მავნებლურ დოკუმენტს, გაიმარჯვებს Deep State-ი და მისი გავლენები. თუ ტრამპი შეძლებს წინ აღუდგეს აგენტურის მიერ შექმნილ აქტს, რომელიც მის გამოცხადებულ საგარეო თუ შიდა პოლიტიკურ პოზიციებს სრულად ააცდენილი, მაშინ ის მოახერხებს Deep State-ის გავლენებზე გამარჯვებას. წარმატება ვუსურვოთ დონალდ ტრამპს მის მიერ გამოცხადებულ ბრძოლაში Deep State-ის წინააღმდეგ. დღეს ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს. რაც საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რადგან ირაკლი კობახიძე მრავალჯერ დაამტკიცა, რომ ის არის ქვეყნის რეალური პატრიოტი, საკუთარი ქვეყნის, ხალხის და პოლიტიკური გუნდის ერთგული ლიდერი, უმაღლესი კლასის პოლიტიკოსი და მუდამ ქვეყნის ინტერესების მიხედვით მოქმედი ადამიანი. მინდა წარმატებები ვუსურვო ბატონ ირაკლი კობახიძეს ქვეყნის სამსახურში და საქართველოს გამთლიანების და კეთილდღეობის საქმეში. პარლამენტში მიმდინარე საგამოძიებო კომისიაზე, რომელიც ნაცების რეჟიმის დანაშაულებს იძიებს, ყოველ ჯერზე ახალ და ერთმანეთზე საშინელ ფაქტებს ვიცმენთ ნაცების მიერ დაზარალებული ადამიანებისაგან. ბოლოს ხომაზე მოვისმინეთ არაადამიანური წამების ფაქტები. დედაშვილის გაუპატიურების მუქარით ცრუ ჩვენების მიღების და ქონების წართმევის ფაქტები. პოლიტიკური ნიშნით დევნის და ძალადობის სული შემძვრელი ისტორიები. ეს კომისია კიდევ ერთხელ ცხადყოფს, როგორი მანიაკალური რეჟიმი იყო ნაციონალური მოძრაობა. რამდენადაა საჭირო მათი პოლიტიკური ველიდან ალაგმვა და რამდენად დანაშაულებრივი და ამაზრზენია მათი რაიმე ფორმით მხარდაჭერა. დღეს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის გვერდით პირდაპირ თუ ირიბად დგომა ნიშნავს ყველა მათი ჩადენილი სასტიკი დანაშაულის გამართლებას. წამებაზე, გაუპატიურებაზე, მკვლელობებზე თვალის დახუჭვას და წახალისებას. ამ რეჟიმის ნარჩენები საბოლოოდ უნდა გაქრნენ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებიდან, რათა მოხდეს პრევენცია მომავალში მსგავსი შემზარავი დანაშაულების და სამართლიანობის ერთხელ და სამუდამოდ აღდგენა. დღეს ამით გემშვიდობებით. შევხვდებით შემდეგ კვირას კლავ ეთოქზე.